ზუგდიდში ამფითეატრის ტერიტორია დადიანების სასახლის კომპლექსს დაუბრუნდა. ასე დასრულდა წლების წინ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას გაყიდული ქონების საქმე. როგორ გასხვისდა და სამუზეუმო სივრცე მაშინ და როგორ შეხვდა ქალაქი ამ ტერიტორიის დაბრუნებას, გიორგი აბაზაძე კი ამბობთ. მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ ისტორიული სამართლიანობა აღდგა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებული სივრცე მალე ახალ დატვირთვას შეიძენს. ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიერ გაყიდული ამფითეატრის ტერიტორია ისევ დადიანების სასახლის კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის ნაწილია. დღემდე უცნობია, რა მექანიზმებით გაყიდა ნაცმოძრაობის რეჟიმმა სამუზეუმო სივრცე, რომელსაც განუსხვისებელის სტატუსი ჰქონდა. ქალაქის შუაგულში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. ჩვენს ქალაქში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა კერძო საკუთრებების ჩამორთმევა, როგორც ღამის ნოტარიუსების დახმარებით, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განიავების პოლიტიკა ჰქონდა წინა ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში და ერთ-ერთი შედეგი არის დადიანების კომპლექსთან არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. სოციალურ-კულტურული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე ბოლოს შეპესე ლაზეთი გრუპის საკუთრებაში იყო, რომელიც კომპანიამ 2020 წელს გია უბირიასგან შეიძინა. უბირიამდე კი მიწის ნაკვეთს ლევან ქარდავა ფლობდა. ნაცმოძრაობასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოგვიანებით კი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ტერიტორია 2007 წელს აუქციონის წესით იყიდა. 995 კვადრატული მეტრის ეს მიწის ნაკვეთი ჩამოშორდა ზუგდიდის სოციალურ-კულტურული განვითარების სქემას. ჩვენ შევძელით მოგვეძებნა სამართლებრივი ფორმა, მიწის ნაკვეთმა გამოიცვალა რამდენიმე მესაკუთრე, ვინ მისცა თანხმობა ამ ტერიტორიის გასხვისების. ეს იყო ძალიან უხერხული მომენტი თვითონ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების, რომელიც იმ პერიოდში გადაწყვეტილებების მიმღები იყვნენ. საზოგადოებრივი სივრცეები საზოგადოებას უბრუნდება. ამას ზუგდიდელები ამბობენ, რომლებისთვისაც ამფითეატრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება ისტორიული ფაქტია. ადრე იყო დატვირთული კინოჩვენებები, კონცერტები და შეხვედრები. საზოგადოებრივ სივრცეებს სჭირდება გაფრთხილება. ძალიან საფრთხე მოპროვა, იმიტომ რომ პერსპექტივაში მოუვალში ანალოგიური სიტუაციები არ უნდა მეორდებოდეს. ძალიან კარგი იქნება ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცე თუ იქნება და დაუბრუნება ისევ თავის კუთვნილ ფუნქციონირებას. ძალიან სასიამოვნოა, როცა დაკარგულს უკან იბრუნებ. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თეატრი როა იქანი უნდა იყოს სივრცე რაღაცა, ისე კი არ უნდა გაეყიდათ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ქალაქის მერია მალე იმ პროექტზე დაიწყებს მუშაობას, რომლითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებულ ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტი განთავსდება.